გამარჯობა ბავშვებო. ჩვენ დღეს ძალიან საინტერესო ამბავს წავიკითხავთ, მაგრამ სანამ ამბავს წავიკითხავდეთ, მოდი ერთად ვიფიქროთ. დააკვირდით საგნებს და დაასახელეთ ისინი. დღეს რომელ ასობგერას შევისწავლით? ვფიქრობ, უკვე გაქვთ თქვენი ვარაუდი, მაგრამ მინდა კიდევ ერთხელ დაფიქრდეთ, დააკვირდეთ სიტყვებს, ნახატებს და გამოიცნოთ, რა აქვთ საერთო ამ ნახატებს. მინდა გითხრათ, რომ დღეს ჩვენ ორ ახალ ასობგერას გავეცნობით. დიახ. ეს ასობგერა არის B. მოდი ვნახოთ, როგორ იწერება B ასობგერა. ხოლო მეორე ასობგერა არის U. მოდი ვნახოთ, როგორ იწერება U ასობგერა. დავაკვირდეთ B და U ასოს. B ასო, როგორც ხედავთ, იწყება ზედა უჯრიდან, რომელიც პირობითად ღრუბლით გვაქვს მონიშნული. მისი მუცელი კეთდება შუა უჯრაში, რომელიც პირობითად ბალახით გვაქვს მონიშნული. თუ დავაკვირდებით U ასოს, დავინახავთ, რომ მისი წერა იწყება შუა უჯრიდან, ანუ ბალახიდან და მისი მუცელი ქვედა ნაწილი კეთდება ქვედა უჯრაში, ანუ პირობითად უჯრაში, რომელიც მიწით მოვნიშნეთ. ასე რომ შეგვიძლია უკვე წავიკითხოთ. ბუ. ეს ამბავი დაწერა ლელა ცუცქირიძემ. ალბათ ავტორი გახსოვთ უკვე სხვა წიგნებიდან. მისი სათაურია ბუტბუტა ბუკნაჭო. სანამ წიგნს წავიკითხავდეთ, თქვენი აზრით, ვინ არის ბუკნაჭო? როგორ გამოიყურება ის წიგნის ყდაზე, აბა დააკვირდით. სანამ კითხვას დაიწყებთ, გამოთქვით თქვენი ვარაუდები. ეს ბუკნაჭოა. ბუკნაჭო ბებიამ დაარქვა. ბუკნაჭომ ბევრი ითამაშა. ბუკნაჭო დაიღალა. ბუკნაჭო ბებიასთან მივიდა. ბებია ბალიშზე იჯდა და ბალს არჩევდა. ბალი ტკბილი იყო. ბუკნაჭოს უყვარს ბალი. ბებო, აი ის მინდა. ბ. ბალი? არა, აი ის. ბ. ბურთი? ჰკითხა ბებია ბუმ. არა, აი ის. ბ. ბანანი? ბატი-ბუტი? ბოლოკი? ისევ ჰკითხა ბებია ბუმ. ბუკნაჭო ისევ აბუტბუტდა. არა, აი ის. ბ. აიღე ბალიში და წადი დაიძინე. გაბრაზდა ბებია ბუ. ბალიში მინდოდა. გაუხარდა ბუკნაჭოს. ტკბილი სიზმრები, ბებიკო. ეს
ბუკნაჭოს ბალიშია. ბალიში თბილი და რბილია. ტკბილი სიზმრები ბუკნაჭო. გაიხსენე, რა არ უნდოდა ბუკნაჭოს? რა უნდოდა ბუკნაჭოს? შეგიძლია მიუბრუნდე ტექსტს და კიდევ ერთხელ მოусმინო ან შენი წიგნი წაიკითხო. გისურვებ წარმატება.